ანკესი არ არის. აჰა, ორმოს არ ვიღებთ? თევზაობს ბიჭი. მე რა საყვარელი ხარ გიორგი ვერგიძლებ. აი ნავით გამასეირნე რა გიორგი. წავიდე. წავიდე, ვაიმე. მართალი ხარ დავიკარგე. მე ტელეფონის არ იჭერს. მე ვერასოდეს ვეღარ გავოთაქე. ნუ გეშინია ძაღლი კოჭლობით არ მოხდება. წავედი მოგებო. ამას უყურე რა. საიტი. ეს გაბერილი სადიპოა. შენ გიჩვენე. ვაიმე დედა. ვაიმე. კივა? არა ვიგონებ. ვაიმე დედა. აუ ჩაი დამისხიდე რა. ვაიმე. ვაიმე. გეყოფა? მეტი არ ჩადის და. ყველი მომიტანე რა. ზეხი იქნება მათ. კურსკი არ ჭამ, არა დღეს ეთრო ნაჭერს. მომაწოდე რა. კოზი არ გდა მას. შაქარი. მოქნა მეჭამა? არა, იყოს მივხედა. სხვათა შორის დაზარალებულს უნდა მიხედა. რა არის ვერ გავიგე. ნინუცამ ხო აგიხსნა რაშიც იყო საქმე და რატო დავდიოდი იმ ქალთან. ხო, ვიცი, გავიგე რომ გორქსიკას და ელენეს ერთმანეთი რომ მოსწონებოდა, მაგიტო აიღო შენ თავზე იმ ლიციცია კასტას გართობა. ხო რა ვქნა, მაგრამ არ სიამოვნებს ეს ჩემი ქმარი, როცა ვხედავ რომ ვიღაც ქალთან ერთად ნავში ზის. რა გავაკეთო? ისევ მანქანით გადამიანე. და მომიწევს. კაი რა. აი გოქსიკას და ალექსას რაღაც ერჩოდი, ჩემი თავი გავიგე, რა. აი ვატო? დაყრუდი თუ ვერ გაიგე რომ ჯერ ერთი გადმომიხდა წინ და ვერ მოვასწრაფი დამოხრჯება და მე მეორე. გავიგე, მაგრამ მე თუ ასე ადვილად ვიჯერებ, ყველაფერს შენ რატო არ გიდარო დავიჯერე? ამჯერა. რა ხდა? ვერ მეყვები. როცა ჩემს ხედავ სხვა ქალთან. აი, ნახე, ინდა, შენ ჭა. არმინდა. არ გიდა და მაშინ ისე მე არ დამჩება. ვაიმე, ჩემი ტელეფონი. მათხოვე რა შენი. ესა. მას და დაურეკო რა ქვენ ნინუცას. ალექსარ გორანი. ესე იგი გოქსიკას უფეხებზე კიდია რა. ვაიმე, ვატო, მაპატიე რომ ორივეგან ერთად ვერ ვრეკავ. კაროჩე რა. ალექს არ უნდა მითხრა ტელეფონი რომ ირეკავს. არ გავიგია. ხო, კეთ. არა ისე ვიცი. კაი რა, ვაიმე, როგორ დამემართა, როგორ დავეჯახე რა, ნერვები მეშლება. არა, რომ დაეჯახე გარაფერი არ ტკივა, უბრალოდ ისევე გიჟივით იქცევა. რას მეუბნები და ექიმი ყავდა? მყავდა ექიმი, მყავდა კი. და მერე?
არაფერი, ჰალუცინოგენი იყო ის სოკო და 48 საათი მაინც უნდა ეძინოს, რომ გამოვიდეს. რას მეუბნები? დაუნიშნა რამე? არაფერი არ დაუნიშნავს, არაფერი არ უშველის. დაიძინებს და გამოვაო რა, მაგრამ ჯერ წამითაც არ მოუხუჭებს თვალი, გამაგიჟა უკვე. ხო, თან კიდე თურმე მაგ სოკოს სიმართლის დეტექტორადაც იყენებენო. ხო, რაღაც ნივთიერება შეიცავსო ისეცო და ისა. კეთ. ცოტა ხანში გადმოგირეკავ, კარგი? კარგი. ალექს. იცი რა? საშინელებათა ჟანრის ფილმებს რატომ არ მაყურებინებ? მეშინია. აბა მოსაწყენია და მაგიტომ მრთავო. გატყუებ ხოლმე. კარგი. მაშინ პირდაპირ საქმეზე გადავალ. ცოლად რატომ არ მოყავარ? ბეზარება. რა ბეზარება? სულად მოყვანა მე. და რატომ? არ მეყვარს რა ეს კოსტუმი, სტუმრები. თან შენ ქორწილში ბევრი არ უნდა ჭამბობდა. ალექს. ო. გიყვარ ვარ. კი. ცოლად როდის მომიყვანი? არ ვიცი. გასაგებია. წავედი მე. ინუც! ვარტო. იცი რა? ნინოცა მიხედავს ალექსას. წამოჩვენ გოქსიკა ვინახულოთ რა. როგორც ააკაპოტე ისე ინახულია. ახლა რას გეტყვი? ნერვები არ მომიშალა, ადექე წამოდი. აიცა რა. ალო. ხო ძიმა. ხო მე ვარ. რა? არა ძმაო, მე ავარიაში მოვყევი თავი დამანები რა. ახლობელმა დამარტყა. შეეფხვევით ხო? კაი რა თუ ძმა ხარ, არ შემიძლია რა. კარგი რა. ეს ხა მატყდა ეხლა რა. რა იყო, რა მოხდა? აი ჩვენი რედაქტორი უნდა მისულიყო რუსთავი ორზე რაღაც დილამშვიდობის აროა და იქ შვიდ კაცას ტურნირის შესახებ უნდა ესაუბრა. ხო და რავი მე წითელა აღმოაშტაო და შენ უნდა მიხვიდეო. მე ვერ მივალ რა, ავარიაში მოვყევი. ვაიმე რა მაგარია. აუ მარტო რა მაგარია. ახალ ყმარს ტელევიზორებენ. რა არის გოგო მაგარი, არ შემიძლია და მე იქ ვერ მივალ რა. რა შეგიძლია, შენ ცუდად ხო არა ხარ? ერთადერთი იმედი შენ რომ ტელევიზორში გნახავდი ეს კრიმინალური ქრონიკა იყო და საყვარელო ესეთი შანსი გეძლევა, უნდა წახვიდე აუცილებლად. აი რა თუ ცხენი. კაი, ისიქ ცხენია ხა, ნუ ბავშვობ რა. ჩემს ვიფიქრე. ადე, ხა მიდი. და მე მივხედავ შენ დებილ ძმაკაცს. აი რა ის რა ცითელა და ყვითელა. ალექს ბიჭო გაიღვიძე რა. ალექს გაიღვიძე რა დროს ძილია. თუ შენ ახარ ბიჭო რა ხდება შენსკენ გამოხოდი ცოტა. მეგონი გავგიშდიდო. რატო? ბიჭო. ახში. ნუცა რაც მითხრა. ყველაფერზე სიმართლე უპასუხე.
შაშა რო კიევში მე დაშენე გეც? არა, ეგ არ მკითხავს თო. ხო და ძალიან კარგი, აბა რა კითხა? სულად რატო არ მოგხევარი და? მერე? მეზარება თქო თო. შენ ვერ ახარ, ხო კარგად რა. ოქნა ვერ მოვატყუე თო. კაროჩი მოკლედ ეგრეა საქმე რა. ცოლი უნდა მოიყვანო. ვინ? ჟენია. ვინ ჟენი? ბებიაჩემი, ვინ ჟენია? ვინ და ნინუცა უნდა მოიყვანო რა. უკვე? უკვე ხო, სხვა გამოსავალი არ არის რა. ბეჭედი ხო გაქვს? კი, დედა ჩემმა მომცა და დამალული მაქვს, ნინუცამ რო არ მაქვს. ვერ ახარ შეკარგავ რა. კაროჩი მოკლედ როგორ უნდა მოიცი? გიხსნი. მოკლედ რომანტიკული სიტუაცია უნდა მოაწყო რა. ხო და სანამ ნინუცა შენ ულტიმატუმს წაგიყენებს, დაასწრო და ცხოვრება თხოვო. რა იცი რომ ულტიმატუმს ამიყენებს? ბიჭო, მე მასწავლი მაგათ. ეხლა იგივე დონ ჯუზეპეში სხედან და ბაზრობენ ამ თემასთან დაკავშირებით. საბოლოოდ მივლენ იმ დასკვნამდე, რომ ნინუცა მოვიდეს და ულტიმატუმი წაგიყენოს. გაიგე ბიჭო. გავიგე ხო? კაროჩი ხა მე წავედი. ნინუცამ თუ უარი გითხრა, და რეკი ბებიაჩემი მზად არის. სად მიდიხარ თო? ჟენია უნდა გაუპრანჭო. დიდი და აქეთ მოგწადე, აქეთ მოგწადე. შეკაცრავთ. მე რომ წამყვანებს მოვუყვე, ყველაფერი და იმათ ბარო ვილაპარაკო ჩემო. გეკადრებათ, რა თქმა უნდა, ეხლა შევძადეთ, გრიმი გავიკეთოთ და მე უკვე თავარია კამერებისკენ არ გაიქცა. აქ შევდი. კი ბატონო. ბევრი ხალხი აქ. არა უშავ. Pamukale, ano თოვლის სიმაგრე. ადგილი მათთვის ისაც ჯანმრთელობის გაუმჯობესებას და უცვლელად ჩვენს უბრალოდ არაფერი არ არის ანერვიულო. კითხულობ იმას, რასაც წერ. მე ეგეთი არაფერი არ გამიგია, ვინ არის ეს? მედი არ შემოსი. მოიჭველი ჩაგვიგდებს ბლოგს რა. ათი წამი დაგვრჩა დრო. 10 წამი. ეს მოიჭველი ჩაგვიგდებს ბლოგს რა. აუ იცი რა, მე ხო ერთი წამი შევდივართ. მაშინ ასე გრძელდება ჩვენი გადაცემა და როგორც დაგვპირდით, ჩვენთან სტუმრად იმყოფება სპორტული გამოცემა მობურთალსა მოედანი ჟურნალისტი ბატონი ვატო ტაბატაძე. ტაბატაძის არის გამოცემის რედაქტორი, ჩვენ სტუმრად ყავდა და ანონსებული ასე შეგეშალა. ხდება. ხანდახან. ბატონო ვატო, იქნებ გითხრათ როგორ მიმდინარეობს ჩვენი შვიდკაცას მორაგბეების მზადება ლონდონის ტურნირისთვის. იქნება ამ გადახალისებულ შემადგენლობაზეც გითხრათ რაიმე ამ მიმართულებით საინტერესო იქნება. ბატონო ვატო, იქნებ გადახალისებულ შემადგენლობაზე გითხრათ ორივე და სიტყვით. ბატონო ვატო.
მე იქნება. ერთი წუთი ბატონო, მაკიაჟი მოვიცილოთ. აუ, თავი დამანებით რა. ბატონო. ნუ რა იყო ეხა ეს რა? საიდან პოულობენ ამის თანებს პროსტა რა? არ გასულა ჯერ გავიდეს. აკდეს. აუქნა ეხა თუ ეს ჩააგდო ბლოკიდან. ღია მოდით. შემოდით ღია. მარია გოქსი, როგორ ხარ? იყოს მოსა მე მოგაწყვი. აი. რა შვები როგორ ხარ? აუცი როგორ ვინერვიული ხო? არა ვარ კარგად. აი მე როგორ დამემართა ეს ხო იცი როგორ არ მინდოდა რა. მე რა ვქნათ ეხლა როგორ მოგიაროთ ისიც არ ვიცი მეც მუშაობ ქეთიც მუშაობს ფაინე გოქსით დედაშენს არაფერი უთხრა გეხვეწები ხო იცი გაგიჟდება ხა იცი რას გეტყვი? მოდი ჩვენთან გადმოდიე. პრინციპში ხა რა პრობლემაა ვატო მოგხედავს და? არ მინდა არა მადლობა. ხავს მომლელი გოგოები სხვაც შორის. ელენე ხა? არა ელენეგას თარსია გამანებოთ არა. და თვითონ მითხრა არაფერი არ გამოგვივა მე და შენ თორე ნინო შენს გამო ხო იცი რა არ ვიზავ ჩემო ყველაფერს. ვაიმე ბავშვებო. აუ გოგზი დღეს ვატყო ტელევიზორში დილით. ხო, მოდი. მე მგონი უკვე დაიწყო, იცი? შენ ტელევიზორი ახვევს? მოიცა. აქედან ხო? აი. დავიჭირე მე მგონი. სუხური. დებილია ხო? ნაცოდა ხო? ეხან გეყოფარ იდიოტი. გვი რამე? აი გირჩენე სახში არ მოეთრე. დამყლე წამე. ნახე რა იდიოტი. დებილია შეხედე. მოიდეთ მაშინ დებილოშე. ვაიმე. ბიჭი კადრი ხო არ გაიჭერდა? რაღაცა ქენით. გამაზე მაიცკადი სოდოა. უდაურეკა მოიწერეთ. ვაიმე ჩემი სიკვდილი რო. გეყოფათ ხა? ო აბა არაფერი არ ხდება. წათ. ეყოფ. არ მინდა მომლელი წათ. მიხედეთ. კაი, მინუც წავედით მართლა. წავედით. მიდი. ბატო. წამო. აი მე გამოგივიდა. ой შეგენაცა. აი. ფორაფერი გინდა. არაფერი წათ. კაი, წავედით და მადლობა. გინახულებთ მე. მადლობა საყვარლებ, მადლობა. ურამე დაგვირეკე. ნანუკა გამარჯობა, ნანუკა, როგორ ახარ? გოქსიკა ვარ, ნანუკა, როგორ ახარ? ავიცი, აი, ავარიაში მომყევი და დალე წილი უგდივარ სახში, აი. სულ თქვა მიჭირს და შენი მოვალა პატრონობა მჭირდება, ჩემო ექთან, ჩემო გადამრჩენელობთ, ხო, აი? რა. კაი, რაღა დროს ეგამბავია, ხო, ვაპატიეთ ერთმანეთს, ხო? სუდათა ვარ, რა, უნდა მიშველო, ნანუკა, აი ესე არ დამტოვო. ნანუკა ნერვებს მიშლე, ხა გამოგიძახებ ოფიციალურად იცოდე. დავამთავრეთ ლაპარაკი? კარგი, ნახვამდის. ნახვამდის ნანუკა, ნახვამდის. შეუფეთო. ნინოც, აბა მომიყევი რა ხდება რა ალექსაზე?
ტელეფონში რომ გითხარი იმ სოკოზე სიმართლის დეტექტორადაც იყენებდ, ხო გახსოვს? ხო. ხო და მოვიფიქრე. რა უნდა მექნა და სიტუაციით ვისარგებლე და ვკითხე ალექსას. ცოლი რატო არ მოყავს თქო? მე რაო? გაინტერესებს. რაო? მეზარებაო. რაო? მეზარებაო. რა მეზარებაო? ეგ სულელი ხო არ არის? რას ნიშნავს მეზარებაო? მესმის დაგეზაროს დილით ადრე ადგომა ვარჯიში, მაგრამ ცოლის მოყვანა მეზარებაო? ხო, მეზარებაო, ჩაცმა მეზარებაო. ყოველს რომ მადლობა უნდა მოუხადო ეგ მეზარებაო. ხო, და კიდევ საკუთარ ქორწილში საჭმელს ვერ შევჭამ და ეგ ძალიან მეზარება. შენ ძმა ხო ყავს? ხო და ანახე, აჩვენოს ერთი როგორ ეზარება რა. აქ კაცის ჩარევაა საჭირო. იცი რა, ჩემი ძმა ბელგიაში ცხოვრობს და ესეც რომ იყოს, უკვე გონია რომ დიდი ხნის გათხოვილი ვარ. ალო გამარჯობა, კომპანია ფრეკენბოკია. ის რა მომლელი მინდა გამოვიძახო რა, და არა მოხუცისთვის არა, არც ბავშვისთვის. ჩემთვის აი ავარიაში ვარ მოყოლილი და მომლელი მჭირდება, დიახ. ნუ სავარაუდოდ ესე 2-3 დღით კი. დიახ. ნანუკა ქებურია თუ იქნება, ხო? სამაგს გადავიხდი. ბატონო? ამდე 5 წუთში იქნება. გაიხარეთ, მადლობა. დიდი მადლობა. ულტიმატუმი. ამ საღამოს ვეტყვი რომ ან ქორწილი, ან მორჩა ყველაფერი. რა? არც რა. ანგარიში თუ შეიძლება. ია, შემოდით. მოიცმო, ერთი წუთი, ძმაო. შენის ბარმენი არა ხარ? ვა, ეს ბარს ჩემთანო. რა მოვიდა რაც. მე რა ბარმენი, სადღა ბარმენი. დაიწვა ბარი. აბსენტი დამჭა ცეცხლოკიდებულ დახზე დამეძინა ხელი, გავგაი. დაიწვა. მოიცემ, აქ რა გინდა? მუშაობა დავიწყე. ნუ, ძიძა ჯერ ვერა, ბავშვები ტირიანო. მოხუცებთანაც არ მიშვებენ, იმიტომ რომ ეშინიათ მაგათაც შემინდა. შეგვარ გეშინია, შეგვაჯიგარი. ნანუკა სად არის? ხო, ნანუკა სად არის? ნანუკა იქ არა, ბავშვმა რო იტირა ჩემთან, ისი გაუშვეს მე შენ და გამომიშვეს. მოფსად ჯიგა რო? ვიცი, რა უნდა მოფსად, არ მინდა არაფერი არ მეფსია. ვაიცა, კაცი წევხარ ვერ ადგები, ესე გეფსია თო. ვიცი, რატომ ახალ წევარ ესე მეფსია? ერთი წუთი. მომისმენ, სუდნო, მაგ თუ რა მეფსია ადამიანი? შანსი აღარი ორი დღეა წევს უყავს. ვაიცა, ხალხო, მიშვარი, ავი გამანები. მოფსი. ორჩა ალექსა. ახალ ცხოვრებას ვიწყებ. აბა რა. ვაიმე. ვინ გაცავა? აქ არის. რა? ეხა როგორ ხარ? კარგად. ისე ცოტა მეზარება. ნუც. ცოლად გამომკვიდე. რა? როდის? მალე. ანუ? ამ კვირაში. კვირაში? ხო, გამომკვიდე.
აი
კარგად. ისე მეზარება. ნინუც ალექსიცი რა? ნინუც. სულ